სილაგაძეა, ბურთან ლუკა სილაგაძე, რომელიც წელსაც, მაგრამ განსაკუთრებით 2 სეზონის წინ გამორჩეული იყო საქართველოს ჩემპიონატში ჯარიმების შესრულებით და სტანდარტული სიტუაციებიდან. აქაც იყო ხიფათი, თუმცა მისი დარტყმა არ აღმოჩნდა ისეთი ხიფათის მომტანი, რომ ლევან თანდილაშვილის კარს დამუქრებოდა რაიმე სახიფათო. გიორგი ტაბატაძემ ჩააწოდა დარტყმა კარის უნართულებით და გაიხსნა ანგარიში. დერეკ აგიაკვა ახერხებს გოლის გატანას. ისევე როგორც რაღაც დეჟაუს მაგვარი იყო რამდენიმე დღის წინ დაახლოებით ასეთი ეპიზოდიდან, დაახლოებით ასეთი პოზიციიდან ოდნავ უფრო მახვილი იყო იქ კუთხე, მაგრამ სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანა გოლი. აქ ნახოთ ცეცხლაძის დარტყმა, კარგი მომენტი აქვს თელავს, ერთ-ერთი პირველი გააქტიურება მათი მხრიდან დღევანდელ შეხვედრაში. გაბიტაშვილი მოემზადა ჩასაწოდებლად, აწია მაღალი ბურთი, მარჯვენა ფლანგზე დარჩება გუნდის შეტევაში, გოგოტიშვილი ჩაბრუნება, კარგი მომენტი თელავს და 1-1 გაათანაბრა გუნდმა ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დარჩა კაცნაკლული, მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. თითქოს ისეთი ვითარება იყო მოედანზე, რომ იბერია დაეუფლა უპირატესობას თამაშით და ანგარიშით, მეტოქე დარჩა კაცნაკლული და თითქოს იბერიას უნდა ეზრუნა ანგარიში უპირატესობის გაზრდაზე, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა ის, რომ თელავმა აღადგინა წონასწორობა. 45 წუთია ტაიმი და სასულს უახლოვდება გოშტელიანი, კარგი გათამაშება, დადიანი და ისევ წინ გადის იბერია 1999 და როგორც ჩანს ის ტაიმის მოგებას მოახერხებს. ძალიან კარგი კომბინაცია, ეფექტური, რამდენიმე ფსვლიანი ზუსტი პასების ერთმანეთზე მიყოლებით. აგიაკვა შეცდა და აქ უკვე სივრცე აქვს თეილავს ანგარიშის გასათანაბრებლად. კარგი შანსი დევდარიანი საჯარიმოშია, დაბალი პასი და 2-2 რა ტაიმი მივიღეთ, რა თამაში მივიღეთ, 4 გატანილი გოლი და 2-2 პირველ ტაიმში. ძალიან მაგარი თამაშის მომსწრენი გავხდით. 10 კაციანმა თელავმა ორჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. შეტევაში ნიკოლოზ ცეცხლაძე ერთვება, კარში დარტყმა გადაწყვიტა, დაარტყა ზუსტად. პარკინაშვილი მჭედლიშვილმა იყო ჩაღა, მოახერხა ბურთის დაუფლება, ჩაწოდებაც სცადა, პარკინაშვილს მიუვიდა, კარგი შანსი აქვს თელავს, რომ საერთოდ შექმნას მომენტი და ამ მომენტით ისარგებლოს კიდეც მიხეილ ბაშელეიშვილი ხდება გოლის გამტანი ამ ეპიზოდში. თითქოს არაფრიდან რა შანსი მიიღო თელავმა და გამოიყენა. აი ამაზე ვსაუბრობდი, როდესაც აღნიშნე, რომ მაქსიმალურად ეცდება გუნდი თავის დაცვას. მეტოქისთვის სივრცეების შეზღუდვას მიუხედავად იმისა, რომ არის 10 კაცის შემადგენლობით. ნახოთ, რითი უპასუხებს იბერია 1999. შეტევაშია მთელი გუნდით თბილისური კლუბი, მამა გეიშვილი დარტყმა კარში, აქ კვარცხავასი და მცველები თამაშობენ ყურადღებით. კინაღამ შეძლო იბერია მაგარის გათანაბრება, კარგი მომენტი ჰქონდათ და უთხურს მოაწვდიან.